ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1933 წლის 2 ივნისია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. ამუშავდა მსოფლიოში უდიდესი ჩელიაბინსკის სატრაქტორო გიგანტი, რომელიც წელიწადში 40,000 ტრაქტორს გამოუშვებს. ქარხანა დააპროექტა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დეტროიტის არქიტექტურულმა ფირმამ Albert Kahn Incorporated, ცნობილი არქიტექტორის Albert Kahn-ის ხელმძღვანელობით. გუშინ გაიმართა ქარხნის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო მიტინგი. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახკომი ამხანაგი სერგო ორჯონიკიძე და სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ამხანაგი მიხეილ კალინინი. ასევე ქარხნის მშენებლები და მუშები და ინჟინრები. გახსნასთან დაკავშირებით ჩელიაბინსკის სატრაქტორო ქარხნის მშენებლებსა და კოლექტივს დეპეშებით მიესალმნენ ამხანაგი ვოროშილოვი და სხვა ამხანაგები. მიტინგმა მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა ამხანაგ სტალინს. დღეიდან თბილისის ქუჩებში შემოღებულია სიარულისა და ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესები. ამასთან დაკავშირებით თბილისის ფაბრიკა ქარხნებში დაწესებულებებში, საბინაო ამხანაგობებში, სასადილოებში და სხვაგან უკვე ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს მასიური კრებები. ქუჩაში მოძრაობის საკითხების გასაშუქებლად. ქუჩაში მოძრაობის მომწესრიგებელი მილიციის დასახმარებლად გამოყოფილნი არიან თბილისის საბჭოს რაისაბჭოების დეპუტატთა ბრიგადები, რომელთაც ეკნებათ განსაკუთრებული ნიშნები. წესების დარღვევის ან მილიციელთა და დეპუტატთა ბრიგადების დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები სხვადასხვა რაოდენობით ან იძულებითი სამუშაოები. 1 ივნისს გათენებისას წითელი წყაროს რაიონის კომკავშირის სახელობის სარეწაოებზე სოფელ მირზაანში ჭაბურღილიდან ამოხეთქა ნავთის მძლავრმა შადრევანმა. შადრევანი კვლავ განახლდა ამ დილით. მუშაობა ჭაბურღილზე დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყო. გუშინ საღამოს მოსკოვის ვახტანგოვის თეატრში სპექტაკლ ინტირანოს დამთავრების შემდეგ გაიმართა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ამხანაგური შეხვედრა მოსკოვის პრესის მუშაკებთან, თეატრალურ კრიტიკოსებთან და დრამატურგებთან. თავის შესავალ სიტყვაში სანდრო ახმეტელმა დაახასიათა რუსთაველის სახელობის თეატრის განვლილი გზა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვში რუსთაველის თეატრი ამოწმებს თავის თავს და დარწმუნდა, რომ სწორ გზაზე დგას. გამართულ საუბარში მონაწილეობა მიიღეს კრიტიკოსებმა პლუმმა, იუზოვსკიმ, გლებოვმა და სხვებმა. გადმოიცემოდა 1933 წლის 2 ივნისის უკანასკნელი ცნობები.